ყველა სალამი როგორ ხართ? დღეს არის 31 მაისი, უკვე არის 1 ივნისი და 7 ივნისს არის ჩემი დაბადების დღე. მაღაზიაში ვიყავი და გაჩვენებთ რა ვიყიდა, ბევრი არაფერი. ეს არის პური. მივალაგებ. ეს არის მწვანე ჩაი. Coca-Cola. ესეთი ლაითი. არცე მინდოდა და პატარა მოვიტანე. და ეს მოვიტანე ჩემი პური, შავი. ტიპოს ლავაშს რო ვიძახით, ისეთია. და დღეს საჭმელს არ ვაკეთებ. ეს ვიყიდე. ეს არის მოკლედ ტიროპიტა, ანუ ესე რომ ვთქვათ, ყველი აქვს შიგნით. და შევწვა ახლა. ეს არ ვაკეთებ საჭმელს. აი ესეთია, მოიცადეთ, გაჩვენე. აი ესეთია მოკლედ. ამას შევწავთ და მივერთმევთ, გაჩვენებთ რა თქმა უნდა, რომ შევწვა. აი ესეთია ძვირფასება. ეს უნდა შევწვა, მოვიღე, რომ გაჩვენოთ. სალატთან ერთად ან სხვა რამეს გავაკეთეთ და მივერთმევთ. ზეთი და მასში ჩავსვავ ახლა. შევსვავ ახლა 180 გრადუსზე და შეიწვება. სალამით, როგორ ხართ? რა შევით? მოკლედ დღეს არის 1 ივნისი. როგორც თქვენ დაიწყო ზაფხული. და იმედია, რომ კარგი ამბები გვექნება ყველას. რა ვიცი, დღეს ნორმალური ამბია. ყოველ შემთხვევაში სიცივი არა, არც წვიმს. როგორ ხართ თქვენ, რა შვებით? ეხლა არის ჩემთან 7 საათი სრულდება საღამოს. გასული ვიყავი დღეს, ვისვენებდი. ძალიან დავიღალე სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ბევრი ვიარე. მაღაზიებშიც ვიყავი. დღეს რატომღაც მინდოდა, რომ მარტო ყოფილიყავი ჩემ თავთან. მაქვს ხოლმე ესეთი დღეები, როდესაც მინდა, რომ მარტო ვიყო მთელი დღე. სხვათა შორის მიყვარს განმარტოვება. არ ვიცი, ვიხართ ესე. დაწერეთ კომენტარებში, ვის გიყვართ ზოგჯერ მარტოობა. ჩემი აზრით მარტოობაც საჭიროა. ზოგჯერ იმიტომ რომ რაღაცებზე ფიქრი მინდოდა. რაღაცებზე დაფიქრება მჭირდებოდა. და მოკლედ რომ თქვათ, ეს დღე გამოვიყენე. სრულიად ჩემ თავს მივუძღვენი. მოვიშორე საქმეები და მერე დავჭექი კაფეში. მივირთვი ყავა. მერე საჭმელს ვჭამე. მერე რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ცაცაკე მოხდა და არა ეს ერთიანად. და ბოლოს სადღაც 4 საათისკენ ისევ სხვა კაფეში შევედი და მივირთვი პორტოხალი. რაღაცებს ვუყურებდი ინტერნეტში. თან ფიქრობდი. ბევრ ამას.
ფიქრობდი იმაზე, თუ როგორი იქნება ჩემი ცხოვრება, როგორი იქნება დაახლოებით 5 წელიწადში, რას გავაკეთებ, სად ვიქნები, არ ვიცი, ისევ აქ თუ ვიქნები საბერძნეთში, ღმერთმა არ ქნას, იმიტომ რომ დიდხანს არც მინდა აყოფნა. ღმერთმა ქნას, რომ მალე განვახორციელო ის ჩემი მიზანი, პირველ რიგში რაც მაქვს, რაც ჩაფიქრებული მაქვს და რა თქმა უნდა ჯერჯერობით არ მინდა რომ თქვა და არც ვიტყვი. იმჯერავს რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგისთვის ვშრომობ და ვიცი რომ დამიფასდება ჩემი აყოფნა და ჩემი ეს ამდენი შრომა და წვალება. ვუსურვებ ჩემ თავს ყველაფერ იმას, რაზეც ვოცნებობ, რაც მინდა რომ მქონდეს ცხოვრებაში. და გისურვებთ თქვენს ჩემო კარგებო, როგორც ჩემს საკუთარ თავს ვუსურვებ, გისურვებთ ყველას რომ თქვენი მიზნები განახორციელოთ 1000%, თქვენი ოცნებები აღსრულებოდეთ და ყველაფერი კარგი ქონოდეთ ცხოვრებაში. პირველ რიგში ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა. ღმერთს მხოლოდ ერთადერთს ვთხოვ ყოველთვის ჯანმრთელობას, დანარჩენს მევისა. სულ ესე ვიცახი. ღმერთს ვთხოვ მხოლოდ რომ ჯანმრთელად მივიდეს. დანარჩენს მევიც და მევის, მე გავაკეთებ. თუ ჯანმრთელად ვიქნები, რა თქმა უნდა ყველაფერს შევცვლებ. ისე დაფიქრებულ ხართ, ადამიანი არის რკინა, მართლა. იმდენ რამეს ვუძლებთ ცხოვრებაში, ისეთ რაღაცებს ვაკეთებთ. რომლებიც სინამდვილეში ვერც კი წარმოგვედგინა, რომ შეგვეძლო, რომ გაგვეკეთებინა. მე მაგალითად ბევრჯერ მიფიქრია მაგაზე, რომ იმდენი რამე გამიკეთებია ცხოვრებაში. ჩემი 37 წლის მანძილზე. რომ გადავავლებ თვალს და გადავხედავ ჩემს ცხოვრებას. ძალიან ბევრი ისეთ რაღაც გამიკეთებია, რომ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ შემეძლო. ყველას გისურვებთ შეძლებას. ყველაფერ კარგის. ახლა ჯერ კიდევ მაქვს დრო სადღაც 1 საათი. და ჯერ ფეხით გავივლე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი ვიარე საკმაოდ. კიდევ ვივლი. ვარჯიშობ, ესე რომ ვთქვათ, ვარჯიში ჩამეთვლება. მოკლედ, სანამ ფეხით გავივლი, მინდა რომ ერთ თემას შევეხო და ჩემი აზრით დავაფიქსირო, ესე რომ ვთქვათ. არ ვიცი ვინ მოусმენთ ჩემს ვიდეოს, მაგრამ მინდა რომ თქვა. არ ვიცი, კეთი თუ მოусმენთ ჩემს ვიდეოს. მაგიტომ არ ვწერ, უბრალოდ მინდა რომ ჩემი აზრი კაბიო დავაფიქსირო მათი ვიდეოს შესახებ. კეთის vlogs გონი ბევრმა იცით. ეს არხი ემიგრანტი, რომელიც არის იტალიაში და თან ვლოგერია. მოკლედ მათ ვიდეოს მინდა შევეხო, უბრალოდ გამოვეხმაურო მის ამ ვიდეოს სათაური არის თეკლასთან ინტერვიუ. ანუ თავის შვილთან ჩაწერა ინტერვიუ და იმის კომენტარების ავტორებს მინდა რომ გამოგეხმაუროთ. ცუდი კომენტარების ავტორებს, რა თქმა უნდა. მინდა რომ ჩემი აზრით ვთქვა ამასთან დაკავშირებით.
მოკლედ კეთიმ ჩაწერა შვილთან ინტერვიუ. თქვენ ბავშვი არასდროს ყოფილხართ დავიჯერო? უბრალოდ ცუდი კომენტარების ავტორებს გისვამთ ესეთ შეკითხვას თეკლას კომენტარებზე რატომ მაძლევთ თქვენს თავს იმის უფლებას რომ აი ესეთი ცუდი კომენტარები საერთოდ დაუწეროთ ბავშვს 14 წლის მოზარდს თუ 15-ის რა მნიშვნელობა აქვს ის ხო ბავშვია თან ესეთი კომენტარები ხალხო რა გჭირთ მართლა აი რავი ეგ რო წავი კომენტარები რო წავიკითხე შოკში შევიყავი მართლა სადამდე დაეცით მოკლედ ზოგიერთი თქვენ შუას რომ მსგავს რაღაცები დაუწერო მოგეწონებათ წარმომიდგენია ხა მაგ კომენტარების შემდეგ ქეთი როგორ იქნებოდა საერთოდ არ შეიძლება არაფრით არ შეიძლება ესეთი უაზრო და უხამსო კომენტარები ბავშვის მიმართ რომელმაც რაღაცა ხუმრობით თქვა რომ თუ სურვილი გექნებოდათ დაბადების დღე მოსდის ბავშვს და თქვა ესეთი რაღაც რომ თუ ვისაც სურვილი გექნებოდათ ტელეფონისთვის აგროვებდა ფულს თუ მსგავსი რაღაც იმას თქვენთვის პირადად არაფერი არ უთხოვია არც უმათხოვრია მე მგონი საერთოდ მაგ ბავშვის საუბარი თქვენ ცუდი კომენტარების ავტორებს გეუბნებით საერთოდ ვერ გაიგეთ შინაარსი როგორ თქვა ბავშვმა და თქვენ რა გაიგეთ მაგრამ საერთოდ ხომ ეგრეა რაც თქვენ გინდათ იმას იღებთ ოღონდ ცუდი კომენტარი დაუწეროთ ადამიანს და რავი ყველაფერზე მეტი ხართ რა არ ვიცი რავი ზოგიერთებთან მართლა ძალიან ბნელა რა ეხავს უბრალოდ ცირცხვილია რომ დიდი სტოლა ქალები ბავშვს აი ესეთ რაღაცებს უწერთ კარგით მე უბრალოდ ახლა ეს ორი სიტყვა მინდოდა მე თქვა უბრალოდ თეკლა გამახსენდა რატომღაც ამ ვიდეოს ჩაწერის დროს თეკლა არ ვიცი შენ ოდეს მეუყურებ თუ არა ამ მონაკვეთს მაგრამ რავი მინდა გითხრა რომ არავის ყურადღება არ მიაქცია ჩემო კარგო ძალიან ლამაზი და ძალიან საყვარელი გოგო ხარ გამგებმა ძალიან კარგად გაიგო შენი სათქმელი და გაუგებრებს ვიცი რომ გაუგებარ ადამიანებს ვიცი რომ ყურადღებას არ მიაქცევ ძალიან საყვარელი ხარ და ძალიან ლამაზი გოგო ხარ მომწონს ხარ ძალიან დედა შენთან ერთად რა თქმა უნდა წავიდეთ ახლა თან ფეხით ვიაროთ ცოტა დრო კიდევ მაქვს თან თქვენ გიყვართ ასე ქუჩაში სიარული და ეს რატომ ებრაენა ვერ გავიქე ქუჩაში სიარული და თან გადაღება ხოდა წავიდეთ ახლა ცოტა ხანს მივატრიალებ კამერას და თან ვიაროთ წავედით რაღაც თემაზე მინდოდა კიდევ თქვენთან საუბარი და ფიქრობ სახში რომ მივალ მე გაგესაუბრებით უფრო კარგად ახლა მოტოციკლი მოდიოდა და იმიტომ გავჩუმდი იმიტომ რომ ამის ხმაში ვერ გავიგებდი ხმას უბრალოდ თქვენ ვერ გაიგებდით ხო და მოკლედ ახლა საბერძნეთში უკვე საღამოა ვაიმე ლოუ ფიშო ვაიმე ცხვირზე აქ ჭრილობა მე მგონი იჩხუბა ამ კატა
ხო და მაგას გეუბნებოდით, რომ საბერძნეთში ვინც ხართ იმათმა კი იცით. მაგრამ ბოდიშით, მაგრამ ვინც არ იცით იმათ გეუბნებით, რომ 2 საათი არის შესვენება საბერძნეთში დღის შუა დღიდან, ანუ სადღაც 2 საათიდან 5 საათამდე და ახლა უკვე ნელ-ნელა ხალხი იწყებს მოძრაობას, უმეტესი გამოდის სავარჯიშოდ. აი აქ ვარჯიშობენ ხოლმე ამ ტერიტორიაზე გაჩვენებთ ყოველ დღე. მეც რო გამოდივარ ხოლმე, დღეს კი დასვენება მაქვს და მაგრამ სხვა დღეებში გეუბნებით, აი რო გიყვებით ხოლმე რომ ბებოს გოგო მოდის თქო და გამოვდივარ თქო, ვარჯიშობ-ეხი დავდივარ თქო. აი ამ ტერიტორიაზე ვარჯიშობენ ხოლმე. რა ვიცი, ქალები, ბავშვები, ბიჭები, გოგოები, უფროსები, ხანში შესულები, ნახეთ რა ლამაზი ცა არის და მთები. მოკლედ, ასე რომ თქვათ, ეკლესია. ასე რომ თქვათ, ცდილობენ რომ ფორმაში იყვნენ რა. ხო და გამოსდით კიდევაც, იმიტომ ცოცხლობენ. ნახეთ ეკლესია. გამოსდით კიდევაც, იმიტომ რომ ბერძნებს საერთოდ ფიზიკური შრომა არ უყვართ კი არა, საერთოდ არც იციან ფიზიკური შრომის ფასი და აზრი და არსი, მე თუ მკითხავ, თავს არ იღლიან, ასე რომ ვთქვათ რა. და იმიტომ ცოცხლობენ. ჩემო კარგებო, 94 წლიდან 100 რაღაც წლამდე, 110, 115 და მაგას გიყვებოდით, რომ ბერძნებზე ანუ ისე აშრომებენ, ანუ ისეთი შრომა არ უყვართ, როგორც ჩვენ ქართველებს. თავს არ იღლიან ზედმეტად ფიზიკურ შრომას გულისხმობენ და კაი შენახულები არიან რა, ესე რომ ვთქვათ, რატომაც არ იქნებიან, თავს უვლიან, ერთობიან, არაფერს იკლებენ. მაგრამ პირადად მე ბებოსთან რომ მუშაობ, ახლა არის 94 წლის, მაგრამ რომ ნახოთ, საერთოდ ვერ იტყვით, რომ 94 წლის არის. დადის ჩვეულებრივად, რავი. უბრალოდ საქმე ეზარება, საქმის კეთება, თორემ რომ შეხედოთ, კიდევ ერთხელ გეუბნებით. ისეთია, რომ აი რა ვიცი რა. აქ 90 წლიდან 100 აი ყველაზე დიდი მე რაც მინახავს მოხუცი 125 წლამდე. აი შეიძლება ეხლა არავინ არ დამიჯეროთ, მაგრამ გეფიცებით, აი რავი რა, ეხლა ეგეთ რაღაც მტყუება ადამიანს რა შეჭირდება, ხო? ასე რომ ჩემო კარგებო, ვაიმემზე როგორ მანათებს. მე მგონი შობია რომ ისე გზა გაჩვენა. ასე რომ ჩემო კარგებო, აქ ანუ ბერძნები დიდხანს ცხოვრობენ და ცოცხლობენ. ასე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ თავს ძალიან კარგად უვლიან. ახეთ რა ლამაზი ცა არის. წავით ახლა ნელ-ნელა სამსახურისკენ. ჯერ კი ადრეა, მაგრამ გავადრო. მოკლედ ახლა
დროებით დაგემშვიდობებით. არ ვიცი, სახელიდან კიდევ თუ გადავიღებ, მაშინ გავაგრძელებ vlogs და მივამატებ იმასაც, ჩაგისვავთ. მაგრამ თუ ვერ გადავიღე სახლიდან, არა უშავს ამას ჩაგისვავთ და მოკლედ ნახავთ ჩემ vlogs. ეს იყო დღეს, მოგპატიეთ, მაგრამ რაღაცა ძალიან ისე ვარ. დღეს ჩემთვის მინდოდა ყოფნა მარტო. ეხლა დაგემშვიდობებით. ყველას გისურვებთ ბედნიერ მშვიდობიან საღამოს და პოზიტიურ დილას. დროებით გემშვიდობებით და არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა. ძალიან ვთქვით, გამოიწერეთ არხი და ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. დროებით.